ერთი ოჯახის ისტორია თეატრის სცენაზე ეს არის ექსპერიმენტული პროექტი, რომელიც კინომსახიობთა პროფესიულ თეატრში მზადდება. შავი შვილები ასე ჰქვია ქართული პიესის მიხედვით და ხელოვნური ინტელექტის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლს, რაც ქართული თეატრალური ხელოვნებისთვის პრეცედენტული მოვლენაა. დადგმა მნიშვნელოვან კითხვებს აცვამს, რამდენად თავისუფლები ვართ საკუთარი არჩევანის წინაშე და შესაძლებელია თუ არა წარსულისგან გათავისუფლება. სპექტაკლის პრემიერა 3 აპრილს გაიმართება. ამბავი, რომელიც სცენაზე ვითარდება ერთი ოჯახის ირგვლივ ტრიალებს. პიესასაც ასე ჰქვია, შავი შვილები და მოვლენებიც ისე ვითარდება, რა ასოციაციასაც ეს სახელი იწვევს. თითქოს ყველაფერი რიგზეა და ზუსტად ისე, როგორც აქამდეც არაერთ გზის გვინახავს, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. რადგან ის, რაც ახლა სცენაზე ხდება, ხელოვნური ინტელექტის ხედვის და ფანტაზიის შედეგია. ანუ სპექტაკლის რეჟისორი მითითებებს უხილავი სამყაროდან, მისივე შეგროვებული გამოცდილებების და ცოდნის ხარჯზე იძლევა. მე არ ვიცი, თეატრში ესე კონკრეტულად ის რომ სპექტაკლი ვიღაცას თავიდან ბოლომდე ხელოვნური ინტელექტს დაედგა, ეს ის შემთხვევა არის. ესეთი რამე არ გამიგია, მაგრამ მაინც ეჭვი მაქვს რომ დღევანდელ იგივე თუ თეატრზე საუბარი რეჟისურას ძალიან ისეთი ძლიერი შეხება აქვს ხელოვნურ ინტელექტთან და ეს რა ვიცი პროგრესის ნიშანია ჩემთვის აქვს ამას დადებითი თვისებებიც და უარყოფითი თვისებებიც როგორც ყველაფერს. თავარია როგორ გამოიყენებ. მედიატორის როლი უნიკალურ შესაძლებლობასა და რეალურ გამოცდილებას შორის პიესის ავტორმა მოირგო. სწორედ ამ სცენარის მიხედვით შექმნა და ააგო ხელოვნურმა ინტელექტმა მსახიობთა პროტოტიპები. შეიქმნა ერთი დიდი ექსპერიმენტი, რომელიც მაყურებელთა განსჯის მოლოდინშია. მოვიტანე პიესა, წავაკითხე, ჩემს მეგობრებს მოეწონათ და შემდეგ უკვე დავიწყეთ მსჯელობა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ჩვენ რეჟისორი, ვინც ჩვენთან ერთად იმუშავებდა. გავაჟღერეთ ესეთი რაღაც, რომ მოდი ვცადოთ, იქნებ ხელოვნურმა ინტელექტმა შეძლოს ის, რომ იყოს ჩვენი სპექტაკლის რეჟისორი. შემდეგ გქონდა ჩვენ დიალოგი, პირველი დიალოგი ხელოვნურ ინტელექტთან და ძალიან საინტერესო გვესაუბრა, ასე ვთქვათ, და ნელ-ნელა ჩვენ დავწუნდით იმაში, რომ მართლა შეეძლო ხელოვნურ ინტელექტს მოეცა მიმართულება და რაღაცა დავეყენებინათ ჩვენ იმ გზაზე, რომ სპექტაკლი განგვეხორციელებინა. შავი შვილები თანამედროვე დრამაა, რომელიც იკვლევს ადამიანის შინაგან სამყაროს, მემკვიდრეობით მიღებულ ტკივილსა და თაობებს შორის გადაცემულ გამოცდილებას. სპექტაკლი გვიყვება ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი წარსულის, ოჯახური კავშირებისა და პირადი ტრავმების ტყვეობაში ცხოვრობენ. ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან უხილავი ძაფებით, სიყვარულით, ბრაზით, დანაშაულის გრძნობით და დუმილით. დადგმა სვამს მნიშვნელოვან კითხვებს, რამდენად თავისუფლები ვართ საკუთარი არჩევანის წინაშე. არის თუ არა შესაძლებელი წარსულისგან გათავისუფლება, თუ კი იგი ჩვენს იდენტობაშია ჩაბეჭდილი. პიესა თითქოს ძალიან ქართული პიესაა, მაგრამ ამავე დროს ძალიან არაქართული იმ გაგებით, რომ რაღაცა სხვა სამყაროში ვართ ცოტა რა, არ მინდა ყველა კარტი გავხსნა, მაგრამ ეს აბსურდი არის თვითონ ჟანრი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ქართულ მაყურებელს ქართული მაყურებელი აღმოაჩენს მაინც რაღაც თავისთან ძალიან ახლო სენსიტიურ რაღაც სიტუაციებს. ხელოვნური ინტელექტის რეჟისორობით დადგმული პირველი სპექტაკლის პრემიერა საქართველოში მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში 3 აპრილს შედგება.